ძალიან ცუდი რჩევა მაქვს თინეიჯერებისთვის. თუ ხარ სკოლის პერიოდში და გაქვს სასწავლი 27 საგანი და ყელში ამოგივიდა, მე გეტყვი რომ ისწავლო უცხო ენა აუცილებლად და ისწავლო ერთი საგანი, რომელიც შენში დევს, რომლისკენაც გაქვს მიდრეკილება. მაგალითად, მოგწონს მათემატიკა, გამოგდის კარგად, ისწავლო უცხო ენა და მათემატიკა. ისწავლო უცხო ენა და ისწავლო გეოგრაფია, ისწავლო უცხო ენა და ისწავლო ისტორია. ნუ დანარჩენიც უნდა ისწავლო, რომ ეხა პრობლემები შეგექმნას, მაგრამ დედაჩემს რო თავი არ დაერტყმენებინა ჩემთვის და 8 საგანი და 9 საგანი ერთდროულად არ ესწავლებინა და ვინმე სიტყვა რომ მხოლოდ უცხო ენა და ერთი საგანი ისწავლეო, ეხა უკეთესად ვიქნებოდი. ანუ 10,000 კურდღელს მადევარი თან რო არ გინდა ეს საგნები და ყელში ამოგდის და მხოლოდ მიდრეკილება გაქვს მათემატიკისგან, მხოლოდ უცხო ენისკენ, აუცილებლად გჭირდება უცხო ენა. როცა გაიზრდები, ყველა ფეხებზე კიდია ის შენი ხა გამლახავენ, მაგრამ ყველა ფეხებზე კიდია შენი 29 საგანი. ყველას მხოლოდ ის საინტერესებს, რაშიც კარგი ხარ. თუ ხარ კარგი მათემატიკაში, ბოლომდე მიაწექი და ისწავლე ძალიან მაგრად. დანარჩენიც ისწავლე. მაგრამ ისინი ისწავლე რაღაც დაბალ პროცენტზე და ეს შე რომელიც გიყვარს, ბოლომდე მეტი დრო დაუთმე, უფრო მეტი დრო დაუთმე ამას და უცხო ენა აუცილებლად დაგჭირდება, როცა გაიზრდები, ხო? უცხო ენა და ერთი საგანი, რომელიც გიყვარს.